საღამო მშვიდობის. ვინაიდან ადრე კონსერვატორიასთან ძალიან ახლოს ვიყავი და არც ახლა ვარ შორს, კონტაქტები და მეგობრები მყავს და მე თვითონ ორი კონსერვატორია მაქვს, თუ არ ვცდები დამთავრებული, კი ორი მაქვს, ერთი თბილისის და მეორე პარიზის. აქედან გამომდინარე, ალბათ მაქვს უნიკალური გამოცდილება, როგორც გეშტალტ ფსიქოთერაპევტს, ვინაიდან ჩემი წარსული ფონი, ასე ვთქვათ, საიდანაც მოვედი გეშტალტ თერაპიაში და გავხდი გეშტალტ თერაპევტი, მთლიანად უკავშირდება სცენას, დაკვრას, მუსიკას და ხელოვნებას. უკავშირდება ყველა მხრივ აბსოლუტურად, იმიტომ რომ კონსერვატორიაშიც უკრავდი, კონცერტებსაც უკრავდი, ფოლკ ანსამბლებშიც უკრავდი, იმპროვიზაციასაც უკრავდი, ანუ მე ვიყავი სრული დატვირთვის მქონე მუსიკოსი, სანამ გავხდებოდი გეშტალტ თერაპევტი. და ასევე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ვიყავი მუსიკოსი, ძალიან მაინტერესებდა ფსიქოლოგია. არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მომენტი, როცა მე ფსიქოლოგიით არ ვიყავი დაინტერესებული და საკმაოდ სიღრმისეულად არ ვეცნობოდი მას. კითხულობდი წიგნებს, ვესწრებოდი ლექციებს, კონსერვატორიაშიც არჩეული მქონდა ფსიქოლოგია, როგორც დამატებითი. არჩეული მქონდა ფსიქოლოგია კონსერვატორიაში, როგორც დამატებითი საგანი და არაჩვეულებრივი ლექტორები მყავდა, მათ შორის გაგა ნიჟარაძე და სხვათა შორის თეა გოგოტიშვილი, რომელიც ასევე კონსერვატორია აქვს დამთავრებული და სწორედ მანდ გავიცანი. 20 წლის ვიყავი დაახლოებით, როცა თეა გავიცანი და თეა მაშინ ესე არჩევით საგნად მასწავლიდა ფსიქოლოგიას და მერე რომ მორჩა ეს კურსი, მითხრა ასეთი რამ, რომ ტასო, შენ იმდენად კარგი მონაცემი გაქვს ფსიქოლოგიის, როდესაც ამ სფეროში წამოხვალ, ჩემს ინსტიტუტში მოდიო. და მე ეს ავასრულე დაახლოებით 10 წლის მერე ამ დიალოგიდან. ახლა ერთი წუთით ასე ხმა გავთიშოთ, რომ მესიჯები შემოდის. ხო, მოკლედ ესეთი ბექგრაუნდი მაქვს, აქედან მოვდივარ და კონსერვატორიის ჯგუფში Facebook-ზე რამდენჯერმე დავპოსტერო მუსიკოსებო, ვისაც გინდათ, რომ მოიზიდოთ უფრო მეტი მუზა, ვისაც გინდათ, რომ აირჩიოთ რაიმე ინდივიდუალური გზა, ნაცვლად იმ შაბლონური გზისა, რომელსაც კონსერვატორია გთავაზობთ გამუდმებით და თან პარადოქსულად მე მაინც იმ არაშაბლონურ გზას გიფასებთ ყველაზე მეტად. ეგეთ მაგალითებს ცოცხალს ჩამოგითვლით თუ გინდათ. ასევე მათ ვისაც გაქვთ მეთქი სცენის შიში. ნახე კინამ ნიჭი წამომცდა. სცენის შიში ვისაც გაქვთ მეთქი მომმართეთ და მე დაგეხმარებით, იმიტომ რომ მუსიკოსიც ვარ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და გეშტალტ თერაპევტიც ვარ. თან გეშტალტ თერაპია ერთ-ერთი საუკეთესო თერაპია ფობიების მოსახსნელად. ხო და სცენის შიში რო გაქვთ მეთქი ეს რო დავწერე და თუ ადიხარ, ღელავ, ნერვიულო, ფოფლიანდები გავიწყდება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მომმართებთ და ვიღაცამ დამიკომენტარა, ნახე ქვევით, რომ თუ სცენის შიში აქვს, მოდი ჯობია მუსიკას თავი გაანებოსო რა. ნახეთ რა საინტერესო კომენტარია. ანუ ძალიან შავთეთრი აზროვნებით ესე მომწერა, რომ თუ სცენის ეშინია, ცახცახებს, ვერ სუნთქავს, ოფლი ასხავს და ასე შემდეგ, მოდი გაანებოს დაკვრას თავიო. არა და მეგობრებო. თუ ოდნავ ადამიანის ფსიქიკა გაგიგება, ხვდები, რომ თუ სადმე რაიმე ემოცია აქტიურდება, ესე იგი რაღაც ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება. თუ ადამიანის სცენაზე ადის გულგრილი, იქ არაფერი არ ხდება. ის არის დესენსიტიზირებული, ის არის მიძინებული, როგორც ინდივიდი, როგორც შემოქმედი. და როცა ადამიანს სცენაზე ეშინია, ნიშნავს, რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. უბრალოდ ხდება ისე და ისეთი ფორმით, რომ ხელს უშლის ამ ადამიანის თვით გამოხატვა სცენაზე. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექტორი, რომელსაც ხშირად ვახსენებ ხოლმე, არის ნურით ლევი, ისრაელიდან. და ნურიც აქვს ნათქვამი, რომ ყოველი ახალი თერაპიული სესიის წინ ღელავს. ცოტათი გრძნობს აღელვებას, ცოტა გრძნობს გულის აჩქარებას, ნახე, და აქვს ნათქვამი ესეთი პირობა საკუთარი თავისთვის, რომ თუ ერთ დღეს მე თერაპიული სესიის წინ ამას არ ვიგრძნობ, მე თერაპიას თავს გავანებებო. ნახეთ, ძალიან დიდი ფსიქოთერაპიული გამოცდილების და ცოდნის მქონე ადამიანი ამბობს ამას, რომ თუ მე თერაპიის წინ აღელვებას აღარ ვიგრძნობ, მე შეპირებული ვარ ჩემს თავს, რომ თერაპიას თავი გავანებო. რას ნიშნავს ეს? რის გამოა ესე? იმიტომ რომ
ეს არის აბსოლუტურად ბუნების ნაწილი, რომ ჩვენ ჯანსაღ სტრესს განვიცდიდეთ, როდესაც მართლა ვართ კონტაქტში. ადამიანები როცა ერთმანეთთან კონტაქტში შევდივართ და სცენაც ერთ-ერთი კონტაქტის ფორმაა, თერაპიაც კონტაქტის ფორმაა, რომანტიკული ურთიერთობა არის კონტაქტის ფორმა, მეგობრული, ყოველთვის იქ ახლავს ამას სტრესი, ჯანსაღი ფორმით. რაღაცა სიტუაციები არის, სადაც სტრესი მძაფრდება და შიშში გადადის და აქ მოსახსნელია ის გავლენები, თორე ეს ნიშნავს, რომ ადამიანი კონტაქტშია. თუ ეშინია, თუ რაღაცას განიცდის, ღელავს, აღელვებულია, გული აჩქარებულია, სუნთქვა აჩქარებულია, ესე იგი მას რაღაცა აქვს სათქმელი, მას რაღაცა აქვს გამოსახატი და ეს რაც გამოსახატი აქვს, არის მნიშვნელოვანი, ის არის საკუთარი, მისი. და როდის არ ღელავს, იცით ადამიანი, როცა სცენაზე ადის, როცა მისი იქ არაფერი არ არის. კონტაქტშიც როდის არ ღელავს, იცი, როცა კონტაქტში არ არის. თუ შენ დისტანციურად ხარ ადამიანთან მისული და ელაპარაკები ისე რომ ფეხებზე გკიდია რა იქნება და ფეხებზე გაქვს დაკიდებული მოეწონები არ მოეწონები გიპასუხებს არ გიპასუხებს ერთად იქნებით თუ არ იქნებით იმეგობრებთ თუ არ იმეგობრებთ და ეს თუ ფეხებზე გკიდია ან ამას ზევიდან უყურებ ექსპერიმენტის სახით ან რა ვიცი გვერდზე ხარ გაწეული რომ ვითომ სიზმარია ან ქვევით ხარ ჩაწეული და მაინც ცუდად იქნება ყველაფერი ფიქრობ ან ფიქრობ რომ მაინც ყველაფერი კარგად იქნება და აი ესეთ ასე თქვა წარმოსახვით სამყაროში თუ ხარ ამ შემთხვევაში კონტაქტში არ ხარ და რა თქმა უნდა აღელვებული არ იქნები წინასწარ თუ იცი რა იქნება რა აგაღელვებს არც არაფერი ხო თუ ასევე ამავე ლოგიკით შენ გაწვრთნილი ხარ რომ სცენაზე ესა და ეს გააკეთო და ზუსტად წაყვები ახლა ამ მას წინასწარ გაწვრთნილ და ჩასმულ გიმნასტიკას ხო სცენაზე რა თქმა უნდა აღელვება იქ არ იქნება და ღელავს და ეშინია ვისაც აქვს რაღაც საკუთარი მისი უნიკალური და სუბიექტური გამოსახატი იმიტომ რომ ეს აღელვებას და შიშის გრძნობას იწვევს კი იმიტომ რომ თუ მე ადამიანთან მართლა კონტაქტში ვარ შესული იქვე არის რისკი რომელიც ამბობს ან გამოვა ან არა ან მოეწონები ან არა ან დაუკრავ კარგად ან ვერა ან გამოგივა ან ჩაფლავდები ან გამოხატავ შენს თავს და რაღაცა ახალს იტყვი და ან ჩაიკეტები და მუხლები აგიკანკალდება და ვერაფერს ვერ იწევ და ამასთან შეხება რა თქმა უნდა არის საშიში და შიშის მომტანი ეს ერთი მხარე ეხლა მეორე მხარე რომელიც ცოტა ფსიქოანალიზიდანაც იღებს სათავეს დაცული მდგომარეობა ნახეთ თავდაცვის მექანიზმები რო ქვია დაცული მდგომარეობა რისთვის აქვს ადამიანს ზუსტად ამისთვის რომ შიში გამოირიცხოს და თუ მე დაცული ვარ და თავდაცვაში ვდგავარ არც არაფრის შემეშინდება ვერც ვერაფერს ვიგრძნობ და ამ დროს არც არაფერი არ მოხდება იმიტომ რომ დაცული ვარ კედლის იქით ავარ შეფარებული და როდისა ვარ სცენაზე აღელვებული და მუხლები როდის მიკანკალებს როდესაც ვაპირებ რომ ამ დაცვიდან გამოვიდე და ჩემი სუბიექტური რეალობა დავაფიქსირო იქ და გამოვხატო შემოქმედებითად აი მაშინ მექნება აღელვება და გულის აჩქარება ხო და ამიტომაც ის ადამიანი ვინც დამიკომენტარა რომ თუ ღელავს ამ ადამიანს სცენაზე რა უნდა ძალიან წარედ ცდება მეც მომენატრე მანანა ის ძალიან წარედ ცდება იმიტომ ღელავს რომ აქვს ნიჭი წეგან ნახეთ რა სიტყვა ამერია სცენის ნიჭი და სცენის შიში ამერია ერთმანეთში და შემთხვევით არამრევია ნიჭი წამომცდა იმიტომ რომ სცენაზე ასვლის დროს შიშის განცდა ნიშნავს რომ აქვს ნიჭი რაღაცა მაქვს სათქმელი ამას ვგრძნობ და ზუსტად ეს მაღელვებს რომ შევძლებ ახლა რომ გამოვხატო თუ ვერა თორე თუ არაფერი მაქვს სათქმელი და გაწერილია ყველაფერი როგორ გითხრა რა ერთი ორჯერ გავავარჯიშებ იქ თითებს და ეგ არის გავალ და დაუკრავ რაღაცა იქნება რა ისე არ დარჩება ეს ერთი მხარე. ახლა მეორე ცოტა ფსიქოანალიზიდან რო იღებს სათავეს თქვი, ხო, მაგაზე გეტყვით, აი, დაცული მდგომარეობა თუ არის უშიშარი მდგომარეობა და უგრძნობი, ხო? და უგრძნობ მდგომარეობაში ყოფნა. დაუცველობა, მოწყვლადობა, ანუ გულგახსნილობა, შემოქმედებითობა არის ამის მეორე პოლუსი, რისკი, ისევ და ისევ. ანუ, როდესაც ადამიანი კონტაქტში შედის და რაღაცა სურს, უნდა თუ არაფერი არ მინდა იქ რისკი არ არის არ მინდა და ვარ ჩემთვის და რაღაცა თუ მინდა
და რაღაცა თუ მიზიდავს და რაღაცაში თუ მე ლიბიდო მაქვს ჩადებული ფროიდის ენით რო გითხრათ. ანუ მე ჩემი ენერგია ჩავაქსოვე შემოქმედებითი და სიამოვნება ჩავაქსოვე იქ და ჩემი სურვილები იქ ჩავაქსოვე, ჩავიტანე, ხო? ამ შემთხვევაში თუ კი სურვილი მოცემულია, იქვე მოცემულია ფრუსტრაცია. შეიძლება დავფრუსტრირდე. შეიძლება თუ მე რაღაც მინდა, ან გამოვა და კმაყოფილებას ვიგრძნობ და ან არ გამოვა და უკმაყოფილება და ფრუსტრაცია მოვა, ხო? და აი ამას რო აღიქვავს ადამიანის ფსიქიკამ, სიმპტომი არის შიში. ამიტომ როცა ადამიანი ამბობს მეშინია, ხანდახან ის ამბობს რომ ძალიან მინდა. მოგისმენიათ ალბათ ხშირად რომ ადამიანები რაღაცაზე, აი როგორ გითხრათ, რაღაცნაირი ეროტიულობით ამბობენ რომ ვაიმე, აი ამის მეშინია. და მინდა გითხრათ რომ ახალგაზრდა ადამიანები პირდაპირ სექსუალურ თემებზეც იყენებენ ამ სიტყვას მეშინია. რაღაც ურთიერთობის მეშინია, ადამიანის მეშინია, კაცის მეშინია, ქალის მეშინია, ცოლის შერთვის მეშინია, დაქორწინების მეშინია, ძალიან ბევრი რამე არის. ბავშვის გაჩენის მეშინია, დედობის მეშინია, მამობის მეშინია, ძალიან ბევრი ისეთ კონტექსტში, რაც ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ინსტინქტი პირდაპირ ვკარნახობს, როგორ ვიცხოვროთ, ხო? გამრავლებას ვკარნახობს, სექსუალობას ვკარნახობს, შვილის გაჩენას ვკარნახობს, ანუ რასაც შენი ინსტინქტი ვკარნახობს, შიშიც იქ მოდის. თორე ახლა შენ თუ სოციუმი გეუბნება რომ ძილობიანი იყავიო და ისწავლე ამ ძილობის წესებს, ხო, მან შიში არ იქნება. ვაიმე უზრდელი არ ვიყო, ეგეთი რამე მოგისმენიათ? მეშინია რომ უზრდელი არ ვიყო, მე არ მომისმენია. მეშინია რომ არ ვიცი, ძილობიანი ვიყო თუ არ ვიყო, მეშინია რომ არ ვიცი, პატიოსანი ვიყო თუ არ ვიყო, მეშინია ამისა, ესეთი რაღაცები მანდ არ არის. ადამიანებს ეშინიათ ხოლმე ისეთ რაღაცასთან სვავენ ამ შიშს. საიდკენაც მიზიდულობა არსებობს და სურვილი არსებობს, ლიბიდოდან ამოსული სურვილი და არა თავსმოხეული რაიმე ნარცისული სურვილი. აი აქ მოდის შიში და ცახცახი. და ამიტომაც კი ძალიან ნიჭიერ მუსიკოსებს შეიძლება უფრო ნიჭიერები ვინც არიან, ზუსტად იმათ ეშინოდეთ სცენის. და თუ ეხლა შინაგანად გრძნობ, რომ გააქვს ესეთი ნიჭი, გააქვს ესეთი მისწრაფება და სცენაზე გინდა რომ შენი თავი გამოხატო. და გინდა რომ ეს ემოცია არ გიბინდავდეს უნარს, იმიტომ რომ ნახეთ ეხლა საიდან მოდის საერთოდ ამ უნარის დაბინდვა რა. ეხლა კონსერვატორიაში ხარ, ან სადღაცა ხარ, სწავლობ, ხო მართალია და იქ ეხლა რო თქვა რომ მე სცენის მეშინია, ატყდება ერთი ამბავი. აი ეს კომენტარი ვინც დაწერა, იმასავით გეტყვიან, ან უფრო ვთქვათ, მძიმე ხალხი ვინც არის, რომ შენ მაშინ რა გინდა სცენაზე თუ სცენის გეშინია და წადი და იყავი, არ ვიცი, მესაათე გახდი, ან ოქრომჭედელი გახდი, ან საერთოდაც მუშა გახდი, შეიძლება ესე გიპასუხონ. და ცოტა წინწასული ვინც არის, ისინი დაიწყებენ, რომ ნუ გეშინია, არ უნდა გეშინოდეს, მუსიკაზე იფიქრე, თითებზე იფიქრე, ამაზე იფიქრე. კონცენტრირდი, ერთხელ გახვალ სცენაზე, ორჯერ გახვალ და მე აღარ შეგეშინდება და ანუ პირდაპირ როგორ გითხრა, აჭერენ წიხს, რომ ნუ გეშინიაო რა. ხო და თქვენ როგორ ფიქრობთ, განდევნის დროს რა მოსდის ემოციას? რაც უფრო დევნიან, უფრო მეტად იგრძნობა. და ამიტომაც რო აჭერენ ახლა წიხს, რომ ნუ გეშინია და ნუ გეშინია, უფრო და უფრო ეშინია. და მე გამოცდილებები ცალკე მოყვება მაგას ავა სცენაზე და ერთხელ შეეშინდა, ორჯერ შეეშინდა, სამჯერ შეეშინდა და უკვე გამჯდარია, ნახე, გაფიქსირდა ეს ამბავი. აბა მაშ ხო, და ეს რა თქმა უნდა ამატებს დოზას რა, იმ რისკის განცდაში დარჩენა, რომ გონება აღარ დაიბინდოს, იმ ხელა არ გახდეს შიშის გრძნობა, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ რა ხდება, ესე რომ ებრძვიან რომ ნუ გეშინია, საკლასო ოთახში ახერხებს, რომ არ ეშინოდეს რა, ებრძვის თავის თავს და მაშრობა კეტავს ამ შიშს საკლასო ოთახში, მაგრამ სცენაზე ეგ ძალიან ძნელია. და სცენაზე რო ავა, იქ უკვე 2 და 10 ეშინია, იმიტომ რომ აქამდე სულ რეპრესირებული ქონდა ეს გრძნობა. და სცენაზე უკვე იჩინა თავი ამან. ერთ ბაშად ამოიფრქვა და აქ უკვე გადაბინდა გონება და 50-60%-იც კი შეიძლება დაეცეს ადამიანის სცენიურობა ამის გამო. რომ შეშინებული დგას იქ. და ამას კიდე ემატება იქ წნეხი, რომ არ ვიცი, ფულებს უწერენ და რაღაც როგორ გითხრათ, აბსოლუტურად არადახვეწილ კომენტარებს ისვრიან, მე მინახავს ნიჭიერთა აწლეთში პატარა ბავშვები.
აი ახალგაზრდა პატარა ბავშვები 8-10 წლისები, რომელიც უკრავენ და აქეთ ამ მხრიდან მასწავლებლები შუა კონცერტზე უცებ რაღაცას დაუღრიალებენ. ან ხელს ესე დაარტყავენ და სცენაზე მდგარი ბავშვს შეიშმუშნება მიხვდით, იმიტომ რომ ის არის დახვეწილი, ის არის გახსნილი. ის მაგ დროს არის მოწყვლადი, კაი გაგებით ამ სიტყვის და უცებ აქედან რაღაცა მჭახე უაზრო და მართლაც რომ პოსტსაბჭოთა და ყოველგვარ სენსიტიურობას მოკლებული რაღაცა კომენტარი ნარცისული, იმიტომ რომ მასწავლებლებს სხვა რამ აღელვებს, იქ აღელვებს, რომ კონკურენციაში ჩამორჩება გაიგე სხვა მასწავლებლებს, ამან თუ ცუდად დაუკრა. თორემ იმ ბავშვს ისა რა შეაინტერესებს, მაინდა-მაინც არ ყველაზე არ ვამბობ რა ხალხ, მაგრამ ეს მე მინახავს და კინამ გული ამერია, ისე გავბრაზდი რა. იმიტომ დავინახე, რომ ბავშვი ნატიფად უკრავს და ვის რაში ჭირდება ის, რომ ერთხელ თითი არ შეეშალოს იქ. იქ ახსაქმელია 8-9 წლის ბავშვი რომ უკრავს, რა ის ამოდის იქიდან სამყარო როგორ იღვრება და შემოქმედება როგორ იბადება, თორე თითი შეეშალა და დოვერა იყო და მასქნა რა ქვია, სხვაგან ჩაისუნთქა თუ ამოისუნთქა, ეს არის გრამაფონში მაგას ისწავლის. მაგას ყველა ისწავლის. ოდესმე გინერვიულიათ, რომ ჩემმა შვილმა ჭიქა აიღოს ხელშიო, არ გინერვიულიათ, ხო ეგეც ეგ ამბავია. ჭიქის დაჭერა ყველამ ვისწავლეთ და დაკვრასაც მაგ გამას და დოს და მის ყველა ისწავლის რა, ეგ არ არის და ამ დოზე და მიზე გამოკიდებით და ჩაჭერით ამასობაში ბავშვი რომელიც ემოციურად იყო გახსნილი და რაღაცას მუსიცირებდა იქ, ხო იმას გადავარტყით რაღაცა უხეში კომენტარი, რომელიც მთელი ცხოვრება ჩარჩება იქ თუ არ დაამუშავა, ხო? მე ძაღლების შიში მაქვს და საშინელი რაღაცა ფობია მაქვს, ვერ მივხვდი რისი ფობია, მარიამ, თუ დამიზუსტებ. ხო და ეხლა როგორ ვითარება ამის გამო, რომ ამხელა განდევნა წავიდა შიშების, რომელიც ადამიანურია და ნორმალურია, დაგროვდა ეს შიშები და არიან მუსიკოსები, რომლებიც სცენაზე რო ადიან, ერთბაშად ამოხეთქავს შიშები, გადაბინდავს გონებას და ვეღარავლენს თავს. ვეღაავლენს. და მე ჩემი გამოცდილებით გეტყვით ხა ასეთ რამეს. ერთი ის რომ სანამ გეშტალთერაპევტი გავხდებოდი, მე სულ მაინტერესებდა ფსიქოლოგია და აქედან გამომდინარე, როცა ვამეცადინებდი, გინდა აბიტურიენტებს, გინდა ისე მოსწავლეებს, მე მათ სცენისთვის ასე ვამზადებდი, ნახე. ვდგავდით ხოლმე კონცერტის სცენარს. სადაც წინასწარ ვაფრთხილებდი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებდი მიახლოებით და მე ბოროტი ჟიურის წევრივით ვიქცეოდი ხოლმე ჩემს მოსწავლეებს, რომ მათ კანი გასქელებოდათ. ნახე, მე ვიცოდი, რომ იქ იქნება ესეთი არადახვეწილი კომენტარების მქონე ადამიანები და ეს ყოველთვის იქნება, ჩვენ ჯუნგლებში ვცხოვრობთ, ჩვენ არ ვცხოვრობთ რაღაც ემპათების პლანეტაზე. ეს არ არის ემპათების პლანეტა. და ამიტომაც ემპათების პლანეტა რო არ არის, ჩვენ ვისაც რაიმე მომზადება გვინდა, ერთ-ერთი კარგი მომზადება არის, რომ გავისქელოთ კანი, რომ როდესაც მე მუსიცირების პროცესში ვიქნები და შემოქმედების და მე რო რაღაც პირობითად ლამაზ ვარდს ვქმნი და ამ დროს ვიღაცა რომ მოვარდება და ხაშლამას რო დაახეთქებს, ხო? მე ეს ვარდი არ გამიფუჭოს ამით. ეს ჩემი პასუხისგებლობაა. მე მესმის რომ არ ვარ გარო ვარდთან ხაშლამა დამიხეთქა, მაგრამ ესეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ ეს შეიძლება მოხდეს. რომ ხაშლამა, მჟავე კიტრი და ესეთი რაღაცები ისროლონ ადამიანებმა, როდესაც მე ვარდს ვაკეთებ, ნახე, ვარდს ვქმნი. ეგ შესაძლებელია. და მე როგორც შემოქმედს, მე საჭიროება მომზადება არა მხოლოდ იმაში ვარდი როგორ შევქმნა, არამედ იმაშიც, რომ ხაშლამას რო გამოისვრიან, მე მქონდეს კაი სქელი კანი და ვარდის თვითმყოფადობაში ამან არ მოახდინოს ჩარევა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ამას მე ვაკეთებდი ახლა ჩემ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან. ძალიან ესე მხიარულად ვამზადებდი ხოლმე კონცერტებისთვის, მე ვუფრთხილდებოდი მათ სიამოვნების განცდას და არასოდეს დოს და რეძიეზის და ესეთი სისულელეების გამო მათ სიამოვნების განცდასთან არ გადამირწყია რაღაცა ხაშლამები და მათრახები და ვუფრთხილდებოდი იმას, იმიტომ ნახე თუ მასწავლებელი ხარ და უსმენ, შენ ხედავ, რომ ნახე ეხა დაკვრაში გაერთო. ეს ეტყობა, ბავშვსაც ეტყობა და დიდსაც ეტყობა, გინდა დაკვრაში, გინდა ხატვაში. და რო ხედავ, რომ გაერთო, ხო? ცოტა ხანი შეინახე ეს შენი კრიტიკული აზრი, არა უშავს.
არავინ არ მოკვდება ამით. შეინახე, არ დაგეკარგება არსად ის დო და რე ძიეზი და ფა ძიეზი და სი ბემოლი. მოვა ის იმას აქვს თავისი მომენტი, როდესაც ესეთი გახსნილი არ არის ბავშვი. ეს ერთი მხარე და მეორე მხარე არის, რომ წინასწარ შევთანხმდეთ მე და ჩემი მოსწავლე და მე ბოროტი ჟიურის როლი ვითამაშო იმისთვის, რომ ამას კანი კარგად გაუსქელო, იმიტომ რომ იქნებიან ესენი. აი ეს არის მომზადება ფსიქოემოციური გარდა მუსიკალურისა, რომელიც სცენაზე გაიყვანს ადამიანს და იქ წონასწორობას აგრძნობინებს. იმიტომ რომ სცენაზე წონასწორობის კარგვა ნიშნავს არა იმას, რომ ადამიანი უნიჭოა, არამედ იმას, რომ მომზადება არ არის სწორი. ამიტომაც, მე თერაპიული პრაქტიკა ისედაც მაქვს უკვე აღარ მახსოვს რამდენი წელია და ეხლა რამდენჯერმე კონსერვატორიის ჯგუფშიც დავპოსტე და კიდევ ვიტყვი, რომ თუ ვინმეს გაქვთ, მომართვიანობაც არის ხოლმე ჩემს მიმართ ამ თემაზე და მით უმეტეს რა კი დავინახე, რომ არსებობს ამის საჭიროება და არიან მუსიკოსები, ვისაც უნდათ რომ მოიხსნან სცენის შიში და გათავისუფლდნენ სცენაზე. ახლა ამ ვიდეოში ამასაც ვიტყვი, რომ კი მე საკმაოდ კარგი თერაპევტი ვარ იმისთვის, რომ ამ შიშზე ვიმუშაო, შეგიძლიათ მომმართოთ, ჩაეწეროთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ტიპის მუშაობის დროს მე ონლაინ ვერ ვიმუშავებ, იმიტომ რომ ონლაინ არ მექნება ის ეფექტი, რაც მექნება პირისპირ შეხვედრის დროს. და ვისაც თქვათ არა აქვს სცენის შიში პირობითად, ხო? და საერთოდ ნებისმიერ მუსიკოსს მაინც ყველა შემთხვევაში კარგია მისთვის და ზურგია და დამატებითი საყრდენია, რომ გქონდეს ფსიქოემოციური მომზადება. იმიტომ რომ ეხლა ნახეთ რა ხდება მუსიკის სამყაროში და ყველა ხელოვნების სფეროში რა. ძალიან დიდი სიბრძნეა საჭირო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ნიჭიერ ადამიანს გვერდით ყავდეს ბრძენი ადამიანი, რომელიც გაუფრთხილდება პირველი მის სიამოვნების განცდას მუსიკის ან ნებისმიერი სხვა ხელოვნების სფეროში და ამ სიამოვნების განცდას არ დაჩეხავს სულელური მით რა ქვია შენიშვნებით, რომელიც ისედაც ცხადია და ყველა ბავშვმა იცის, რომ დო უნდა აიღოს და დო ძიეზი იმის მიხედვით რა წერია. ოღონდ შეცდომები ეს მაგასაკისთვის მით უმეტეს დამახასიათებელია და მისაღებია აბსოლუტურად ეს პირველი. მეორე ნაწილი არის, რომ ძალიან დიდი ტოქსიკურობა არის ხოლმე მუსიკალურ და სხვა შემოქმედებით სივრცეებში, იმიტომ რომ სულ ერთმანეთს ადარებენ ყველას და ეს არაფრის მომტანი არ არის. იმიტომ რომ აი ახლა დამეთანხმებით, რომ ვინც მუსიკაში ერკვევით, ვერ შეადარებთ მოცარტს, ბახს და ბეთჰოვენს და შუბერტს ერთმანეთს, ვერასოდეს ვერ შეადარებთ. ვერ შოპენს შეადარებთ. და საერთოდაც ეხლა გადავალ კლასიკის გარეთ და ბესამე მუჩო დაწერა ერთმა 15 წლის თუ 16 წლის თინეიჯერმა და ბესამე მუჩოსაც ვერავის ვერ შეადარებთ, იცით რატო? იმიტომ რომ უნიკალურია და არ დარდება ესენი. მე შეიძლება შევადარო მოცარტის ერთი სიმფონია მეორე სიმფონიას, მაგრამ მოცარტის და ბახის ერთმანეთზე შედარება არის სისულელე, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა სამყაროა. და საერთოდ მუსიკა და ხელოვნება აი ამ უნიკალობის წახალისებას ემსახურება წესით, თორე დაკოპირებული ბახი და მოცარტი ვის რაში ჭირდება. მე ხა შემიძლია მივწერო chat GPT-ს, რომ წარმოიდგინე რომ ხარ მოცარტი და რამე სიმფონია დაწერე მეთქი და რაღაცას დაწერს, მაგრამ ვის რაში ჭირდება ეგა? არავის არ ჭირდება კოპირება და თუ კოპირება არ მჭირდება, მაშინ შედარება რაღაც მინდა გაუგებარია. მაგრამ ნუ აი ესე ფუნქციონირებენ და ეს ცნობილი ამბავია, რომ შედარება ძალიან ტკივნეულია ფსიქიკისთვის. და თუ ფსიქოემოციური მომზადება არა გაქვს, მოწყვლად იხარ, რომ ყველა ეს ძაღლის თავი და ნაღმი, რომელიც ჩადებულია, იმიტომ რომ უგუნურებით არის სისტემები შექმნილი, ხო ფეხქვეშ აგიფეთქდეს. და ესენი ყველანი არის მუხრუჭები, რომელზეც შეიძლება ზოგი ძალიან ნიჭიერი ადამიანი ისე წაბურძიგდეს, რომ საერთოდ ჩაქრეს მისი ნიჭი. ეს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე ძალიან ხშირად შემოქმედებით სივრცეში არის აი ესეთი არაჯანსაღი კონკურენცია და ნარცისული ველი რას ნიშნავს იცი? მნიშვნელოვანია სხვების აზრი. ანუ შესაძლოა მუსიკოსის აღზრდის დროს მისი მთელი ფსიქიკა გამოაბან იმას, რომ ხალხი უკრავს ტაშს. და ეს არის ძალიან მძიმე.
ჯერდი შემოქმედებას კლავს, იმიტომ რომ მე როცა და თამამად ვიტყვი რომ ხანდახან საკმაოდ სერიოზული მუზები მიკაკუნებენ რა ეს თელი ცხოვრება ასე იყო და მე შემიძლია ან მუზას მოусმინო და როცა მუზას მოусმენ ღმერთმა უწყის ის მე ვიღაცებს მოეწონებათ თუ არა ან შემიძლია ძალიან საათის სიზუსტით დაგითვალოთ რა მოეწონება ამ ხალხს კონსერვატორიაში იყო ესეთი ტექნიკა საკომპოზიციოზე ვინც აბარებდა რო ემზადებოდნენ ხოლმე კომისიის წევრებს გადახედავდნენ ხო ცხადდებოდა კომისია ვინ იყვნენ და ვისაც რა გემოვნება ქონდა იმისი კოლაჟი უნდა გაეკეთებინა იმაში რა ქვია ნაწარმოები უნდა დაეწერა მაგ ლოგიკით ნუ ვიღაცას მოწონს არ ვიცი ის ხმაურის მუსიკა იმ ჯიურიდან ვიღაცას მოწონს კლასიკა ვიღაცას მოწონს კონტრაპუნქტი ის მოწონს ეს მოწონს ნუ 3-4 კაციას აბედნიეროთ მეტი არ არიან თორემ მე რეგენახათ ვაგხანალია და აი ამ 3-4 კაცის გემოვნებაში თუ კარგად ჩაჯდებოდა ის რასაც ეს დაწერდა და ფაქტიურად კოლაჟს აკეთებდა ადამიანი ამ ყველაფრისგან მაგ შემთხვევაში მიიღებდნენ ნახე და ამ შემთხვევაში ეს კომპოზიტორია ვინც ახლა ეს გააკეთა ნუ რაღაც დონეზე როგორ არ არის იცის როგორ ააწყოს ეს კოლაჟი მაგრამ იქ შემოქმედება არ არის ამ ადამიანმა უბრალოდ გაითვალისწინა ჟიური და ესეთი ამბებია რა და ამიტომაც ესეც ფსიქოემოციური მომზადება აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნების სფეროში რომ სხვის აზრზე არ იყო შენ მიბღაუჭებული და როდესაც ქმნი რაღაცას თუ შენ დარწმუნებული ხარ რომ კარგია ეს იყოს საკმარისი იმიტომ რომ შეიძლება ძალიან კარგი იყოს და საქათმეში იყო იდოს 30 წელი როგორც ვან გოგის ნახატები მაგალითად და ვან გოგს რო ეხა მაგაზე ენერვიულა რომ ხალხს არ მოწონს მე რასაც ხატავ არაფერს აღარ დახატავდა თუ არ მოწონდათ და აღარ გვეყოლებოდა სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარი მაგრამ ის მთლიანად ინტრინზიკ ქვია ინგლისურად შიდა мотиваციაზე იყო მიბმული მას სიამოვნებდა რასაც ხატავდა და მინდა გითხრათ რომ შეიძლება ეხა აქ ვიღაცა მითხრას შეიძლება გესიამოვნოს მაგრამ სისულელეს ხატავდე ან გესიამოვნოს და არ უკრავდე კარგად არ არის ეგრე გულწრფელ სიამოვნებაზე მაქვს მე საუბარი შენ შეიძლება იღიმოდე და გამოხატავდე სიხარულს და კარგად თამაშობდე ამ როლს რომ ვითომ რაღაცა გსიამოვნებს და გისწორდება მაგრამ თუ მართლა გისწორდება და მართლა გსიამოვნებს დიდი ალბათობით მუზას ელაპარაკები ეს ესეა თუ არა და არ გაგისწორდება რა შეგიძლია თავი მოიტყო რა ბედნიერი ხარ რომ უკრავ ან ცეკვავ და მართლა ვისაც სიამოვნებს ეს კომპასი არის აი ძალიან უტყუარი რა გსიამოვნებს რასაც ხატავ ან უკრავ ან წერ დიდი ალბათობით კარგს აკეთებ იმიტომ რომ ჩვენივე შინაგანი საათი შენს საკუთარ სათქმელს გრძნობს და ჩვენ ყველას უნიკალური სათქმელი გვაქვს აბსოლუტურად ყველას ცოტა დიდი ცოტა პატარა რა მნიშვნელობა აქვს ამას ხო ამიტომაც აი ესე ნაწილ-ნაწილს ამ ნაბიჯად შეიძლება რომ ადამიანი ფსიქოემოციური მზაობის გარეშე მყოფი, ძალიან დიდი ნიჭის მყოფი, მქონე, ასე ვთქვათ, ჩამოშორდეს ხელოვნებას და გახდეს ხელოსანი, ესე რომ ვთქვათ. აი ხა როგორ კიდე შევაჯამოთ რა, პირველი ნაბიჯი არის რომ ესე იგი კანი არ კონდეს სქელი და შემოქმედებითი პროცესის დროს რაღაცა კომენტარების და ამის და იმის გამო დაითრგუნოს ის როგორც შემოქმედი და შიშები აიკიდოს და ნუ მან რა თქმა უნდა თვითრეალიზაცია ვერ მოხდება. მეორე ნაბიჯი არის ძალიან ესეთი უგუნური შედარებები სხვა ადამიანებთან და გამუდმებით სხვის აზრზე გამობმა და გამოკიდება, რაც ასევე მოკლავს შემოქმედებას, იმიტომ რომ შედარება სისულელეა, უნიკალურები ვართ თუ ვართ შემოქმედები და ეს გამოკიდება სხვას მოწონს თუ არ მოწონს, მაკარგვინებს იმ განცდას მე რა მომწონს და შესაბამისად მე აღარ ვარ ის 3 ჟიურის კოლაჟია, ან 4 ჟიურის, ან 500 კაცის და იმის მიხედვით ტაშს მიკრავენ თუ არა, მე რაღაცას ვაკეთებ. ოღონდ ეს რაღაცა ჩემია, სხვისია, გაუგებარია რა. და ესეც ხელოსნობის კარგი გზა არის. და ბოლოს ესე იგი მესამე ნაბიჯი რაც არის, რითიც თქვათ, კლავენ შემოქმედის სულის მქონე ადამიანს არის დაშტამპვა და რაღაცა პროგრამებში მოქცევა, სადაც გამუდმებით უნდა გამოედევნოს რაღაცა რეჟიმს და ერთის მხრივ გასაგებია ეს, აბა ვერ იფუნქციონირებენ, რაღაცა შტამპში თუ არ ჩასვეს, ახლა კონსერვატორიამ თუ არ მოგთხოვა სექტემბერში რა უნდა ქნა, ოქტომბერში რა უნდა ქნა და ისა არ ვიცი, ხო, უჭირთ.
როგორ არ შეიძლება სხვანაირად, მაგრამ უჭირთ ამის გაკეთება და რაღაცა პროგრამებია და ესენია და ისინია და გამუდმებით მიდის მიმართულების მიცემა. და შემოქმედი ადამიანი წესით თვითონ იკვალავს გზას, მიმართულებებს არ დაყვება რა. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, აღარ შეგაწყენთ მაგაზე თავს, მაგრამ მიმართულებებზე ბრმად მიყოლა ერთ ძალიან დიდ თვისებას აკარგვინებს ადამიანს, რაც არის დამოუკიდებლობა და აქტიურობა. და ეხა პასიური შემოქმედი, რომელიც წყლის დინებას მიყვება, ის ვერაფერს ვერ შექმნის, ხო გასაგებია რა. და ის ზუსტად ამას უკეთებს ეს იმის რა ქვია, აკადემიური თუ რაც გნებათ სასწავლო გარემო, როდესაც გამუდმებით კეტავს პროგრამაში. თორე როგორ არა ეხა პროგრამა საინტერესოა, რომ ზოგჯერ შეასრულო. მაგრამ სულ თუ პროგრამაში ზიხარ, შენ საკუთარ ხმას და გზას და სტილს და ასე შემდეგ ვეღარ იპოვი რა. არა და აი წეღარო ვთქვი, მოცარტი მეთქი, ხო? და ბახი. ის გოგო, რომელსაც ბესამე მუჩო დაწერა, მაგისთვის რომ თავს მოეხვიათ ახლა ეს მილიონი რაღაცა მოცარტის, ბახის, ამის, იმის გადამღერება, გადმომღერება დაკვრა, ისა ესა, ხო? ამას შეიძლება მისთვის ისე გაეფანტა ფოკუსი, რომ ბესამე მუჩო საერთოდ ვეღარ დაეწერა და ეგეთი შემთხვევა იქნება ძალიან ბევრი. და შემოქმედებას რაღაცა სიცარიელე სჭირდება. რაღაცა სიცარიელის განცდა სჭირდება, არა სჭირდება და არაფერი სჭირდება, იმიტომ რომ თვითონ სამყაროც კი არაფრიდან დაიბადა. და თუ ყველაფერი შევსებულია და მთელი დღე სავსეა, თასქებით, რომ ეს უნდა ქნა, ის უნდა ქნა, აქ უნდა წამოხვიდე, იქ უნდა წახვიდე და ასე შემდეგ, ეს არის ფუსფუსი. აი რაღაც ცხოვრებისეული ფუსფუსი და აქ თუ სიცარიელი არ დადგა და რაღაც ცოტა არ იყოს შემზარავი დამოუკიდებლობის განცდა არ მოვიდა ადამიანთან, რომ რა ვქნა, რა გავაკეთო მე, თორე ეს ქენი, ეს გავიგეთ, ხო? ეს თუ არ დადგა, ხო? ისევ და ისევ შემოქმედება აქ ნაკლებს ავარაუდოა, რომ გაჩნდეს. გარანტიები არც იქ არ არსებობს, მაგრამ იქ მეტი ალბათობაა, იმიტომ რომ კი ბატონო, გური, ადგილი სჭირდება, ადგილი სიცარიელე და არა რაღაცა სიჭრელე, რომელსაც გამუდმებით თავს გვახვევენ. სიცარიელე, თეთრი ფერი ან შავი ფერი, რაც გინდა წარმოიდგინეთ. იმიტომ რომ სიახლე აი მაქედან ამოიზრდება. და 1000 რაღაცის ჩაყრით და ჩატენვით, რომ აი მაგალითად 10 წლის ბავშვს რო რაღაც აკრევინებენ რეპერტუარს და ყველაფერი რო ჩაყრილი და ჩატენილია, მათ შორის რა მანერით უნდა დაუკრას, ხელი როგორ უნდა გაამოძრაოს, სახეზე როგორ უნდა იყოს დაკვრის დროს, ფეხი როგორ უნდა ქნას, როგორ უნდა დაჯდეს, სად უნდა გაიხედოს და გაიხედავ და 8 წლის ბავშვი უკრავს და დრამატულია, გესმის? ხო და ნუ თუ ავთენტურია ამ დროს არ ამგონია. ნუ თუ ავთენტურია 8 წლის ბავშვმა შოპენი დაუკრას და ის დრამა შეიგრძნოს, ნუ არ ამგონია გრძნობდეს, მაგრამ გვაჩვენოს თავი ისე, რომ თითქოს ამ დრამას გრძნობს. მე არ ამგონია რა. და საკმაოდ დამაზიანებელი გამოცდილებებია ესენი. რომ არაფერი თქვა იმაზე, რაც ეხლა მგონი აღარ ხდება. რომ ოდესღაც კაცო, ამ შემოქმედების წვის პროცესში მყოფ ადამიანებს სახაზავებს ურტყავდნენ ხელებში, ბავშვებს. ეს იყო ჩემ ბავშვობაში ჯერ კიდე იყო ეგ ამბავი. მე რაღაცნაირად ეგეთ მასწავლებელთან არ აღმოვჩენილ ვარ, მაგრამ იყო ხოლმე და 1000 სხვა რაღაცა საოცრება რა, რომელიც პედაგოგიური თვალსაზრისით თუ შენ გინდა რომ შემოქმედი ადამიანი გაზარდო, ხო, აბსოლუტურად არ ვიცი რა სხვა სამყაროდან არის და ნუ ეს მე როგორც ვიცი, ახლა აღარ ხდება. ესეთი შემთხვევაც კი მსმენია რომ უკრავდიო და დამიხურა პიანინო თითებზეო. ფორტეპიანოსის თავსახური დაახურა ხელებზე, ბავშვს. ხო, ნუ ეს წარსულია უკვე საბედნიეროდ და ახლა დღეს აქ და ამჟამად ყოფი, თქვათ, სირთულეები რაც არის, კანის გასქელება, საკუთარ შემოქმედებით სიცარიელეში დარჩენის უნარი და ასევე მიბმა შინაგან мотивაციაზე და არა გარედან წახალისებებსა და შედარებებზე, აი ეს ვისაც გაინტერესებთ მუსიკალურ სამყაროში, მომმართეთ. აუცილებელი არ არის რომ შიშები გქონდეთ, ისედაც ძალიან გამოგადგებათ ეს და მე მზად ვარ დიდი სიხარულით, რომ ჩემი ეს ორმაგი გამოცდილება, როგორც მუსიკოსის, ისე თერაპევტის გაგიზიაროთ და ეს ბალანსი და შემოქმედებითი სიცარიელის წერტილი საკუთარ თავში უნიკალური იქნებ შეიგრძნოთ ჩემთან მუშაობით. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, შემოთავაზება. ასე დაგემშვიდობებით და ბევრ შემოქმედებას და ძალიან დიდ მუზებს
გისურვებთ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ხანდახან მიფიქრია, რომ მთავარია კარგად გამიჯნო რა არის რეალური და რა არის ფანტასტიკური რა ადამიანში, თორე ეს ფანტაზიის სფერო ძალიან მნიშვნელოვანია. მძიმეა, როცა რეალობაში გვერევა, თორე ფანტაზიის სფერო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაგარი და ძალიან სასიამოვნო. აბა სასიამოვნო საღამო.